გამარჯობათ. ამას წამოვიფარებ თქვენ და საპატისაცემოდ. წა ვიდეო ხო დავდე და თქვი რომ საჭმელი უნდა გავაკეთო ბედგი. ხო და დგა უკვე რა ის კომბოსტო წადილებს ყველაფერი არის მოკეთო ჩაი თუთქოს და გავთიშო ყველაფერი აქვს. ეხლა ის სიტუაცია ამის კი ანუ გავიდა ძველი ახალი წელიც და და კაფეჭებული ხარ. მოკლედ კაცრავად ეხლა ვიღებ ჯამს და ყველა ხილს იქ ჩავყავ. ყველაზე ძლიერი ჯოება აი იცი რომელი ჯამი რო გინდა რომ აი ამის ზემოთ როა და ამის ქვემოთ აი ესეთი საბრძოლო უნდა გავაკეთო. მოკლედ კამერა ჩამოვწიე დაბლა მას გადავიხდი მართლა. იცი რატომ ეფარა აწენა ხახოს რო ხრაკავდი მეთქი არ მინდოდა რომ ხახოს სუნი ამსულო და იმიტომ რომ არც სურვილი გაქვს ამ ქარში და იმაში რომ იბანაო და გარეთ იბინო და არც წყალი გაქვს. მოკლედ მოდი ეს ჯეკპოტივით საღამოს კი არა და ბოლოს დავჭრათ ასე იყოს. ავი ძაღალი არ სხვა საჭმელს ვთქვათ არ თვითონა ჭამს თუ როგორ არის ეგ. არა გეცები გახსენებია. თუ ნინოს ახსენდება და არამარა იღებს. ამას ჩავჭრი. ეს კაია. პორტოხალი. ეს პატატინა პორტოხლები. კარტოფილივით გავწყვეტ კარტოშკასავით. შემთხვევით გამოიტანა ნინო და დავინახე კივი ეჭირა ხელში ესე შედის გამოკრავი. ხო და გამახსენდა რომ აი ეს გქონდა და ეს ხო ის არის საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს. უნდა იყოს. უბრალოდ ყელი უნდა დაადოს და ახალი წელი არ ჩამოვა. მე 1 იანვარი არ გავა და ასე შემდეგ. აი, ეს არის დაზიანება. იმიტომ ისე მოჭრეთ. ზოგადად ფორტოხის ესე დაჭრა არ მიყვარს, მაგრამ ამიმჟაუნდა სულ აი მეფი. წელს რატომღაც ანუ ვაშლი მიყვარს. ცოტა კარებს შევხსნი რა რომ გამწოვია რა ჩასწრო. ცეს დავდო. გამომშორდი. და მართლა არანაირი სუნი არ მაქვს რომ რამის სუნი ამივიდეს თავზე. ამიტომ მოდი ხა ბრანჭო გრეხოს მოჩეთ და ჩავდოთ. აი ესე უნდა გავჭრა. როგორც უნდა ისე ჭამო. დავუყო. გზა არ არის და ეხლა მაინც დარჩევის ნერვი არ არის. მოვაცილო ეს იქით ოთახში იყო და ნინო რო გამოიტანა გამახსენდა რომ ხილი გვაქვს და ესმა დამისმექრა და თარიხა მართლა გადი გარეთ ხარა გამახსენდებოდა იმიტომ რომ მეორადებზე იმ ოთახში უნდა შევიდე. ვიდეო გადავუყო მოვაბზადე კიდეც ტელეფონი და ის და სანამ ხამ საქმის გავაკეთებოდი ხა და აი ესე ვიჭუჭუკოთ. ეს ვიდეო დაიდო უკვე შვენივრად. ვიდეოების რაღაცა იდეები მოვივიდა და არ ვიტყვი. დაბანატო არ ვიტყვი, ხო ვერ გამოიცნო. რაც რაბე დავაანონსე რა გავაკეთე, გეხვეწებ. ისე გადის ხოლმე და ისე გადამოხდება ხოლმე რომ არ ვიცი და ცხოვრებაში აი ამ ტელეფონს ეგეთი არაფერი არ უქნია. რაც მაშინ ჩემ კითხვა-პასუხის ვიდეოებზე სამჯერ არ შეინახა ვიდეო. ეგეთი რამე არ აყოფილი. იმის მერეც არ აყოფილი. კონკრეტულად იმ დღეს რა ხასიათზე იყო. აი მე ამას ხო ისას ჯობია ის დიდი პორტოფალი რა. თა ძალიან აქ მიკრული ამასა ეს გვერდები და
ისე შარშან ამ პერიოდში ჩემ ბიძაშვილებთან ვიყავი და მომენატრნენ. წვადი რო შევწვით და თელი ამბავი და მომენატრნენ. ბოლოს ერთად შევიკრიბეთ, სანამ ბიძა ჩემი დაიღუპებოდა წინა 2 დღით ადრე. აი ამას ვაფშე დაჭრა. შეიძლება ურაკაისული აქ. ეხლა სანამ ვინმე დამიწერს რანაირად აფრთხვნიო, რანაირად აჭრიო, ოღონდაც არა. აი ეს მომენტია, როგორც მოშორება გინდა რა და ამის ატანა და 2 წუთშიც არის ჯამის გამოსროლა ერთი იქნება. არა. კი ვიყავს კაი მწიფე. ერთხელ ჩემი მეზობლის ქორწილი იყო, პატარა ვიყავი, ალბათ ნინოს ტოლად, არა უფრო პატარა ვიყავი. არ მახსოვს რა, ამხელა ვიყავი რა. არა, პრინციპში რაღა პატარა. კაი ნინოს ტოლა ვიყავი. არა, გოგო ეგნათლობა იყო. მსგავსი გაფუჭებული ხო არა, ბავშვები დავხოცო. ქორწილი იყო ჩემი მეზობლის ხოდა მაშინ კივის უფრაზე ცოტა არ იყოს კი არა და ნინოზე პატარა ვიყავი. გამახსენე. ანუ ზოგადად რო კივი იყო, ეგეც არ ვიცოდი. დავინახე რომ ცოტა ფოე ქორწილი იყო რა იმ პერიოდისთვის. მართალია იმ პერიოდში გახსოვთ სეფარო იშლებოდა და მთელი რამ პალატკებში რო იშლებოდა ეს ყველაფერი, აი სიტუაცია და ბავშვებს რო გიხაროდა კიკრით და ლიმონათით სილბილია ესე და დავინახეთ რომ სადაც ქორწილი უნდა ყოფილიყო, მოკლედ პროდუქტები შეიტანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო ბანანი, ეხა ბანანი ვიცოდით რაც იყო, უბრალოდ გებუა ვიცოდით. ტელევიზორში გვენახა. არა, ამას თუ გადაობდეთ ეტასკეფიცებით რა, მართლა. ხოდა, ეხა დავისახეთ მიზნად, რომ ეს ამ ბანანამდე უნდა მივიდეთ. ბავშვებმა, კიდევ დაბიმით რომ დავრბოდით რა ქვია. და ნუ ხო წარმოგიდგენთ, რომ იმ პერიოდში ეხა მართალია ისინი არ იყვნენ გაჭირვებულები, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ანუ თვლით იყო ის ნაბიდი, ხო? ხოდა გადავწყვიტეთ, რომ იმ ოთახამდე ვინმე მაინც უნდა შესულიყო 3-4-მა, რომ ბანანი უნდა მოგვეპარა. ხან იქიდან უარეთ, ხან აქედან უარეთ, მაგრამ აი რო იტყვიან, როგორც აი დღეს ბანკს იცავენ, ისე იცავდნენ იმ ოთახს დიდები. თქობა იცოდნენ, რომ ეს ისე ტერიტორიაზე იყო შემოსული ის ბანანი, რომ უეჭველი საფრთხე ემუქრებოდა. მოკლედ დიდი მცდელობის მიუხედავად ვერც ბანანი, ნუ ძირითადად ბანანი გვინდოდა და სხვა ვაშლი ყველას აქვს. და გადავწყვიტეთ, რომ დავლოდებოდით იმ მომენტს, როდესაც ხილი დაიდებოდა მაგიდებზე რა, რომ იქედან მაინც აგვეყო. და წარმოიდგინეთ, იმ ხელისუფრა იყო, არ ვიცი, რა ვიცი, სეფა ხო გახსოვთ, გრძელი მაგიდები, გრძელი სკამები და რაღაცა ეგეთები და იმ ხელისუფრა იყო, რომ ანუ კაცს ერთი ბანანი არ იქნებოდა გათვლილი რა. ხილზე აი ესეთ სიტუაციაში ხილში რომ ზემოდან ერთი ცალი უნდა დაადო. აი ეგ მომენტია და აი უკვე რომ საღამოა ზოგი დათვრა, ზოგი რა გადაწყვიტეს რომ უნდა გაშალონ ახლა ხილი სუფრაზე და აბა ჩვენ მზად ვართ თედილიდან მომზადებულები ამ სპეცოპერაციისთვის და ველოდებით როდის დალაგდება. მოკლედ ერთ სიტყვით მოვიპარეთ 2 ცალი ბანანი, ან ვიცი როგორ მოვიპარეთ, ჩვენებთან არ გამოვჩნით. სადაც ჩვენი მხარე ის, ანუ სადაც ჩვენი მშობლები კი კრიალებდნენ, ანუ და რაღაცა და
სადაც ანუ მე ჩვენები ისხდნენ დებები, ბაბოები და რაღაცა იმ ხარეს არ მივედით. აი სრულად უცხო ადამიანებთან მივედით და უთხარით რომ ეხლა ის ბიძი რო დაგეხმარის მომენტი როა. აი გათავდა და განამიხდებიან ეხლა. ძია ბანანი თუ შეიძლებაო ეგეთი რაღაცა რა და რომ მოგვაწოდეს და სადღაც ორი ბანანი ავიღეთ 4-5 ბავშვმა და კივიც დავითრიეთ. ერთი ღვთისმიერი კაცი იყო, არ ვიცი სტუმარი ვინ იყო და ახლა ბავშვებო თქვენ დაჭამეთ გეგენათვალე და ახლა 1-2 წელი ესეცო და ესეც მოგვაწოდათ. აი მაშინ დავინახეთ რომ რაღაცა ზღარბივით იყო. ხოთ კაი დიდები. ანუ ეხა ბანანს ვეცით რაღაცა ჭამეთ, გავიყავით თუ რაც იყო, მაშინ ჭამე პირველად ბანანი გებიცებით. და სხვათა შორის არ მომეწონა, იმიტომ რომ იყო მკვახე და არ იყო ის როგორც უნდა ყოფილიყო და აი ეს კი იყო ძალიან რბილი და დიდად არავის მოთხოვნა არ ჰქონდა იმისი რომ ეს ეჭამა როგორც ბანანზე ვიყავით რომ გაგვეყო. ავიღეთ და ეს ჭამის პროცესში ერთ-ერთმა ვის ქორწილიც იყო იმის ოჯახის წევრი მოვიდა. ბავშვებო ეკა უნდა გავწქვდათ. ჩვენ ეგრევე ვჭამთ. რავი, ეხლა რო ვცადეთ, ეხლა როგორც ბანანი ვცადეთ, ესე ვერ გავწქვენით, რა, ეხლა ჩვენ დანაჩანგართან ვინ მიგუშვებდა, ანუ ესე ვერ ვქენით. და გადავწყვიტეთ, რომ ეგრევე გვეჭამა. ეგა ბავშვებო, ისა უნდა გარევისა, გავწქვნათო. ჩვენ ესე გვიყვარს, რომ ჩვენ დავიბენით და რა ვიცით, თუ გავგვწქვდათ თუ რა უნდა იყო და ჭამეთ. სახელი რო კივი იყო, ეგეც არ ვიცოდით. ამ პერიოდიდან მოვდივარ. ეხლა კიდე კარტოფილი ვითომ ვწქვნი. სხვათა შორის მომეწონა იმ პერიოდში, მაშინ კივი უბრალოდ ეხლა არ მიყვარს. დიდად არ მიყვარს. თუმცა აი რბილი როა, ეხლა მაგალითად რბილი ნაწილში შემოვინახავ და კონსტანტინესავით გავუშვებ ყბაში. ანუ ესეთი შეიძლება ესე შევჭამ. დარჩენი არა. დრო მოვიდა. ეს თუ დალპა. ბავშვებს უნდა უთხრა რომ ვითომ ვჭამეთ, რომ ლაშა ვნახოს რომ ვჭამეთ. არ ვიცი როგორი ვწქნება ხარს, რომ რავი მე როგორც შემიძლია ისე გავწყვეტ. ხოთრო შაშანა დალპა. ხოდა ბავშვებს უნდა უთხრა რომ მამას უთხრეთ რომ ვითომ შვილო ვჭამეთ. იმიტომ რომ ისა 11 ლარი მიცემული კაცი ჯიგარი დაადნება. რასული აქვს. ესე გავწქვი რა, არ ვიცი ამდენად სწორად გავწქვი, მაგრამ შაშანას ესე გავედი ბოლოში და მე მგონი ხარს მოგაფუჭებული და ოღონდ მათ. ცოტა სქნად გავწქვი. ეხა ვინც იცის ამისი გავწქვნა, არ დამიწეროთ არაფერი, ხმარ გავიგო თქვენი. ხო განახეთ რომელი პერიოდიდან მოვდივარ ქვის ხანით. ვიდეოზე დამიკომენტარეს რამდენად გეგმავ ვიდეოების ჩაწერას. ანუ ზოგადად გეგმავ რომ ვიდეო უნდა ჩავწერო. დღეს აი მაგალითად ვიდეო ჩავწერო. მაგრამ თემა არაფერი. აი ხა მაგალითად აი ეს ნინომ გამახსენა რომ ქონდა. ეს უნდა ვაჭრა. ეს წერტილები არ გქონდეს ვიცი. არა ხა ხო იდეალურად ავჭრი. რას ერჩით? ვინე? ორი ბოლოში როგორ გავართორე? შეჭიროთ იდეალურად არის. ხო და ანუ ვიდეოს აი კონკრეტული თემა თუ არ არის რომ რაღაცა აი დავჯდე და თქვენთან ერთად რაღაცა, მაგრამ მაგალითად დილთავდები და ვთქვა რომ მოდი დღეს ამ თემაზე ვიდეოს ჩავწერ. ანუ ეგეთი რამე იშვიათად. ძირითადად კამერას ვიღებ და ერთადერთი რაც ვიცი, რაც უნდა გითხრათ, ეს არის გამარჯვება. დანარჩენი მოდის თავისით დავგეგმა. იყო პერიოდი, როდესაც ამ ყველაფერზე ნერვიულობდი ხოლმე რა. აი მაგალითად დილა რო თენდებოდა, ვიტყოდი რომ კაი დღეს ამაზე ჩავწერ და ვაიმე ხვალე თემა რო არ მაქვს რა მეშველება, მაგრამ ნერვიულობდი ხოლმე და რავი არ ვიცი რამდენი პერიოდი დასჭირდა იმას რომ ოღონდაც არა მეთქვა. აიღე კამერა და თვითონ
მოვა იმ პერიოდის მერე, მაშინ იმ პერიოდში, როდესაც გამარჯობა სიტყვი, მე უკვე თავში თმოვა თავში გაგიმარჯოს რომ ეტყვით იმის მერე რა უნდა ვთქვა. ხარ არ არის გაფუჭებული, ყოველ შემთხვევაში ჩასდა. მე ხა ბავშვებს ამას დაუჭირი და ვეტყვი რომ ჭამეთრეთი და თუ იტყვიან რომ უცნაური გემოვაქო, შარშანაც ეგეთი ქონდა მეთქი ვეტყვი და დიდად არ გაიგონე ხლა გაგჭებული ჭამეთრვა და ივანე ნასკი ვერ გაარქიე. მოიცათ? აუმაში გათავდა წყალი. ეხლა ვერაფა ემაც, ეს არის თემურას დაფა. სხვათა შორის ძალიან მაგრად ახმარებო მართლა. და დავჭრათ ეს. აი სამფეხა ყველა იმას ჯობია. შტატივს უბრალოდ ცოტა მოფრთხილება უნდა რომ თრათეხა ძვირფასი ხარისხით არ გამოირჩევა. უბრალოდ ანუ როგორც გინდა ისე რა წვალების გარეშე. ეხლა ეს არის გაფუჭებული. მას მართლა ვერ ვაჭმევ ბავშვებს ახლა. აი ხლა ეს ის როგორ ნერვებს მიშლის შეიძლება წავკვეთო არის გაფუჭებული բայց ოდნავ მუქია და მაგიტო ვაჭრი ხო კარგი რა იყო წავაშუჭა ზოგადად როგორც ვიცი ეს არ უნდა გქონდეს ხო? ცოტას მოვაჭრე ხეშიეს და თემანი რომ თავი დაიხრჩოს. ანუ რგვალად რო არის ხოლმე დაჭრილი ამისი მარინადები როა ეს შუაგული არ აქვს. ეს ზოგადად არ იჭმება. ამიტომ მოვაჭრეთ. ამას საკეთებს დავდებ რომ ლაშესაც შეხვდეს. იქით ახალწლამდე რო იყო. რომელიღაცას არ უყვარს სხვათა შორის, მაგრამ არ მახსოვს რომელიღაცას. როგორ ბარბარეს. მას უნდა თებში. ახლა რა გორა დავაყენე. სხვათა შორის ისა იმ ვიდეოზეც უნდა მეთქვა. ვიდეო, როდესაც 1000 ნახვაზეა, მე დავდებ ხოლმე, ანუ მინიმალური 1000 ნახვაზე როაა, მე დავდებ მეორე ვიდეოს ხო. ცოტა იცი რა, ეგეთი რაღაცებია არ ვამბობ ხოლმე და არც მიყვარს ხოლმე რა გამოიწერეთ ხალხი რაღაც, იმიტომ რომ ადამიანი რომ ნახავს და თუ ექნება სურვილი რომ ის გადაცემები და ის ვიდეოები და ის რაღაცები ნახოს, მე მასე ვარ ყოველთვის. არავის თხოვნა არ მჭირდება, მე თვითონ გამოვიწერა ახლა მე არ გამომეპაროს ვიდეოები, როდესაც ის ადამიანი დადებს. რაღაცის გემოაქვს. უცხოს. ხო და ანუ არხის განვითარება თუ გინდა ზოგადად ნუ თქვა რაღაცნაირად რომ დაიხმარო ხალხი რომ ხახნო დალაიქეთ თუნდაც ვიდეო აქამდე არ ვანიჭებდი მაგას უპირატესობას და არხისთვის კარგი ყოფილა დალაიქეთ აი ხა თქვენ რო უყურებთ ხო შეიძლება რა ის ესეთი კომენტარში კი არ დაწეროთ ვიდეოს ქვეშ დააჭიროთ მაგას და გამოიწეროთ არხი თუ გაქვთ სურვილი უყუროთ ისეთ ვიდეოებს ყოველდღიური შემოვლითი, გავლითი, რაღაცა რა ვიცი. აი ისე რომ გაჯდეთ და ყავაზე დაქალს ეჭვერყოთ ეგეთები. თუ გაქვთ სურვილი, გამოიწერეთ არხი, მე წამადგება. ხანდახან ვიდეოსაც გუშინ რომელი ვიწერდა ვიდეოს ყურება დავიწყეო, ყავა მოვადუე და ინდური ის დაიწყო რა ვქე, რეკლამა დაიწყო შენ არხზეო. არა უშავრა, უყურე იმ რეკლამასაც. სანგემრიელი. უბრალოდ ცოტა. ეხლა მას ზოგს ჩავყრი ხილში. ვინ არის? იქი წაუღე ხა მად ვერ მოვა. წაუღე ჯერ მამას. ესე ჩავყრებ ხილში ავიტანო მას მართლა შევინახოთ რომ ფლაშს არ გაუტოვებ მე ტელეფონს ქვანის ჯორჯი ჯო წაუღე მამას ქალო კაცრავად
ლაშა მიცხოვე რაღაცა, მაგალითად ნამცხვარი რო გვაქვს. არ მინდა იტყვის ხოლმე. არა, ჭამეთ თქვენ, ჭამეთ. ოღონდ. ზოგადად არ უყვარს შეთქმილებული, იშვიათად ჭამს ხოლმე, მაგრამ უყვარს. იმ იშვიათად უყვარს. ხო და? ეს ტელეფონი უკაცრავად. ხოდა როცა მოვჩება ხოლმე მაშინ იტყვის რომ ჩვენი ბლუდა გავუკეთე მე არ შემინახე და რა იქნებოდა რომ ერთი ლუკმა და ერთი გაჯიგოგოგანი ერთი ლუკმა და ერთი ნაჭერი შეგენახოთ იქნებ მეც როგორ მინდოდა ანუ ეხლა ეს რომ მიუტანო და უთხრა ლაშა ჭამე არა ბავშვებმა ჭამენ რომ რჩება ანანასი აღარ არის იქნებ მეც მინდოდა გამისი ამიტომ ამას დავტოვებ გუნებობა რო იქნება შეჭამ. ხოდა მაგან არის ის რომ მე უარესი გუნებობა მაქვს. კაი რამეა. რო ჯულია ეს უხე 11 ლარი უბედურობა. 11 ლარი ერთი აკიდება მანდარინი მოვიო. მაგრამ კაია. ჯანსაღია. ჯანმრთელობისთვის კაია, ციტრუსია, ასე თუ ისე C ვიტამინია და კაია. წავალი ხამას ბავშვს საკუთარ. და დაგემშვიდობებით. ის ვიდეო 8000 ნახვაზეა, ეს მერე დაიდება. ეს 8000 ნახვაზეა. მერე კიდე დაიდება. ზოგადად სანავს არ მუშაობ ხოლმე, ვეცდები რომ 3 ვიდეო მაინც დავდო. და ჩემთვისაც კარგია. თქვენთვისაც კარგია, ვიც ველოდებით და არხისთვისაც კარგია. დროებით აღარ ვიღებთ თორე მართლა არ ფიდარჩებათ. კარგად.